დილამშვიდობის ძალიან აქტიურად და ენერგიულად დაიწყო ჩემი დღე. მინდა გითხრათ, რომ მართლა მნიშვნელოვანია დღის ესე აქტიურად და ენერგიულად დაწყება. ამისთვის საუკეთესო საშუალება არის ზუმბა. ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის აუცილებელი არ არის იცოდეთ ცეკვა ან კონდეს რაიმე გამოცდილება, ნებისმიერ თქვენგანს გაქვთ შესაძლებლობა ჩაერთოთ ამ მშვენიერ ესეთ ენერგიულ აქტივობაში. მინდა გითხრათ ასევე, რომ ზუმბას ყავს ძალიან ენერგიული, აქტიური ინსტრუქტორი დიკა გრძელიშვილი არის დილიდან ჩემთან ერთად. მნიშვნელოვანი არის ის, რომ ქალბატონები უფრო მეტად ვიყენებთ ზუმბას იმისთვის, რომ დავწვათ კალორიები და თან ესე სასიამოვნოდ, აქტიურად, ისე რომ რაღაც დიდი ძალა არ დაგვადგეს. დიკა, დილამშვიდობის კიდევ ერთხელ. რა დადებითი მხარეები აქვს ზუმბას? ზუმბას აქვს საკმაოდ ბევრი დადებითი მხარე და პირველ რიგში ძალიან სასარგებლოა ჯანმრთელობისთვის. ზუმბა აძლიერებს გულს, ფილტვებს, ზრდის ზოგადად ორგანიზმის გამძლეობას, აუმჯობესებს კოორდინაციას, ასევე გვეხმარება წონის კლებაში, რადგანაც ხდება კალორიების წვა საკმაოდ დიდი რაოდენობით. დიკა, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მოვიდეს და ჩაერთოს ამ შესანიშნავ აქტივობაში. ასაკის მიუხედავად ნებისმიერ შეუძლია რომ მოვიდეს, ხო ესეა? რა თქმა უნდა, ზუმბასთვის ასაკი არ წარმოადგენს არანაირ შეფერხებას და კარგი კითხვა, იმიტომ რომ ზოგი თავს იკავებს და ვერ ბედავს ზუმბაზე მოსვლას, იმის გამო რომ გონიათ რომ უნდა ქონდეთ ან საცეკვაო გამოცდილება ან რაიმე უნარები განსაკუთრებული, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის. მთავარია სურვილი. ნელ-ნელა ვსწავლობთ ყველაფერს ნაბიჯ-ნაბიჯ. გოგონები რამდენი ხანია დადიან? აი მაგალითად ნებისმიერ თქვენ რამდენი ხანია ზუმბაზე დადიხართ? 3 წელი, მაგრამ განსაკუთრებულად დიკასთან დაახლოებით მე-13 თვეა და ძალიან დიდი ბედნიერება შეგრძნება. დავმალა ვიტყვი 5 შვილიშვილის ბებია ვარ, ჩემს სიმაღლე შვილიშვილები ვყავს, მაგრამ ყოველი ზუმბის მერე რა გავაკეთო კიდე სახში გვიან რომ მივდივარ, იმხელა სტიმულს, ენერგიას, ბედნიერებას გვაძლევს და თუ გინდათ იცხოვროთ უწავლოდ და აი ძალიან ბედნიერად უნდა იყენოთ ზუმბასთან. მოდით. რა სასიამოვნოა, როგორც მივხვდით 5 შვილის ბებია ვარო და ესე აქტიურად ჩართული არის ზუმბაში, ცეკვავს დილით საღამოს ეს გოგონებიც ასევე. გოგოებო, რამდენად სასიამოვნოა ეს პროცესი თვითონ? აი ჯერ პირველ რიგში არის სასარგებლო ჯანმრთელობისთვის და მე უკვე რელაქსია დაღლილი მთელი დღის ბოლოს უკვე ამითი არის ყველაზე კარგი აღმდგენი საშუალება. ანუ ფეხს როგორც შევდგამთ დარბაზში, ქრება ყველანაირი დაღლა და ძალიან დიდი ხალისი და ბედნიერი წუთებია. ძალიან კარგი. ანა, დიდი ხანია ზუმბას ცეკვავთ როგორც ვიცი თუ არც ისე? 5 წელია და აქედან ტრენერი ვარ 2 წელია. რამდენად მნიშვნელოვანია ესეთი აქტივობა ყველასთვის, განსაკუთრებით ქალბატონები არიან, მე მგონი დაინტერესებული. აი როგორც დიკამ აღნიშნა, ეს არ არის მხოლოდ ფიზიკური აქტივობა. აქ ჩვენი ქალბატონები მოდიან განსარტვირთად და ეს არის ხელს უწყობს კონცენტრაციაში, ასევე მეხსიერების გაუმჯობესებაში და რაც ჩვენთვის მთავარია, რომ ქალბატონებს უხარიათ ჩვენთან მოსვლა. ძალიან კარგი. მე მაყურებელს ვეთყვი, რომ თუ როგორი ლამაზები მხიარულები არიან. დიკა, თუ მოვედი ვარ დამწყები, მოყვარული და როგორ შემიძლია დავიწყო პირველი ნაბიჯები რა არის? ზოგადად ზუმბას გაკვეთილის დროს არ ხდება ცალ-ცალკე მოძრაობების ახსნა და ჩვენება. უბრალოდ ადამიანი დგება, უყურებს ინსტრუქტორს და იმეორებს მოძრაობებს ისე როგორც გამოსდის. ეს არა რთული, რადგანაც ზოგადად პროგრამა შედგენილია მარტივი მოძრაობებისგან და ამ მოძრაობების ათვისება და გამეორება შეუძლია პრაქტიკულად ყველას. ზოგს ცოტა მეტი დრო ჭირდება, ზოგს ნაკლები. ეხლა შეგვიძლია რომ ვაჩვენოთ როგორ შეიძლება რომ დავიწყოთ პირველი ცეკვა. მე პირველად ვარ დღეს ზუმბაზე. რა შემიძლია რომ გავაკეთო? აი დღეს შეგვიძლია დავუშვათ ვიცეკოთ ცეკვა სალსას რითმის საფუძველზე და გაჩვენებთ რამდენიმე მოძრაობას. დავიწყეთ. აი პირველი. მარჯვენა ფეხი მიდის გვერდზე და ვაბრუნებთ. იდე. ეხლა ვჩერდებით და ვაკეთებთ 1, 2, 3, 4. ეხლა დავამატოთ მხრები და გულმკერდი. 1, 2, 3, 4. ეხლა ერთად. დავაბრუნეთ. 1,
2 3 4 აი ეს შორის არ არის რთული, მარტივი არის. მოძრაობა არის ასეთი მარტივი და საბოლოოდ გამოდის ძალიან ლამაზი და ენერგიული ცეკვა. ეხლა მაშინ გოგოები გააგრძელებენ და ვიცეკვებთ კიდევ ერთ ცეკვას. მე გეტყვით ასევე რომ ძალიან მარტივია, მათ ვისაც გინდათ რომ ისწავლოთ და ჩაერთოთ ზუმბაში, არ არის აუცილებელი რომ გქონდეთ რაიმე სახის გამოცდილება, ან იცოდეთ ცეკვა, ჩვეულებრივად შეგიძლიათ მოხვიდეთ და პირველივე ჯერზე დამიჯერეთ რომ ძალიან მარტივად და აქტიურად აყვებით. მოდი დავიწყოთ. ჩავთავ მაშინ. ჩავთოთ და ასევე აქ არიან ჩემთან ერთად კიდევ გოგონა არის რომელიც ძალიან ხშირად დადის ზუმბაზე. რამდენი უკვე მე 3 წელია დავდივარ ზუმბაზე და რავი, ჩემი ცხოვრების სტილია, ჩემი ცხოვრების ნაწილია და აი როგორ ვიცი, ოღონ ზუმბა არ გავაცდი. ნუ და ეს იცის ყველამ სამსახურშიც, რა ვიცი, მეგობრებშიც ზუმბა არის წმინდა და წმინდა, ხელს შეუხებე. ეს არის რავი, ჩემი ცხოვრების ნაწილი, ჩემი ყველაზე დიდი რილექს და თავი ჩემი მეგობრები მიყვარდა. აქვე გეტყვით რომ ზოგადად როცა ჯგუფურ აქტივობაში ხარ ჩართული, ძალიან კარგია იმ მხრივ ზრდის мотиваციას, იმიტომ რომ მარტო არ ხარ შენს მიზნებთან, სხვა ადამიანებიც არიან, ამიტომ ვცდილობთ რომ ერთიანად მიაღწიოთ იმ მიზნებს, რომელიც გამოძრავებთ, ასე რომ გავაგზავნებთ ჩვენ ცეკვას და კიდევ გეტყვით რომ რა თქმა უნდა დღეს დილა დავიწყეთ ასე, მაგრამ დამღლელი დღის მერეც ძალიან კარგია, როდესაც დაღლილი ხარ, სამსახურიდან მოდიხარ და ცეკვავ და ესეთი განწყობით შემდეგ უკვე ბრუნდები სახლში. ასე რომ არ მოდუნდეთ, იმიტომ რომ ფიზიკური აქტივობა ძალიან მნიშვნელოვანია და თან ეს ფიზიკური აქტივობა თუ ესე მხიარულად და ცეკვის ელემენტებით მიმდინარეობს, რატომაც არა. ასე რომ გავაგრძელეთ გოგოებო, ვიცეკვოთ. ეხლა დიკა გვასწავლის დამწყებთათვის რა შეიძლება გავაკეთოთ და ესე ცეკვა-ცეკვით დაგემშვიდობებით ეთერიდან. ძალიან დიდი მადლობა ლიკუნა. მადლობა ლიკუნა, შენ უნდა ნახო რა ხდება ჩვენთან სტუდიაში. ეხლა შევედით და ძლივს დაწვაწყნარე გოგოები. დალი ხოჯავა და ნინო ვარდოსანიძე. იცეკვოთ ჯონის ფოტოშურით თქვენ შეგიძლიათ ჩაერთოთ ძალიან სასიამოვნოა. ახლოვდება მოამბის დროა, აბა